Madlo. Როგორა? ოიქა. მოდი. Τι გასწრიაშე? ნინი. რა кай გოგონა ხარ? გოსნი, მიყვა. მე არ მინდა პირველობა და ზრვილის გამი მოდი ერთად დავიხვალოთ სამი читать არამში, ხე როგორ. მადლობთ ეს ქალბატონი გახლავთ თამარ კაიკაციშვილი, რომელიც არის პოლიტპატიმარის და 13 თებერვალს მოგეხსენებათ რომ მოხდა ესე ვთქვათ ძალიან დიდი დარბევა ქობულეთში და ამ ფაქტების ამ დეტალების შესახებ ჩვენ გვსურდა რომ გავსაუბრებოდით ქალბატონ თამარს და პატა კაიკაციშვილი მინდა გითხრათ რომ ზურაბ ნოღაიდელის ოჯახის წევრი იყო. პოლიტიკური პროცესების დროს ყოველთვის გვერდში ედგა ერთ-ერთ კერძოდ იმას მოგიყვებით, როცა აბაშიძის რეჟიმის დამხობის დრო იყო და adzgansvelebuli ზურაბ ჟვანია და ბარამიძე გიორგი და სხვები რომ მიადგნენ ჩოლოქს, იქ როცა ჩოლოქზე მივიდნენ, იქ ზურაბ ნოღაიდელი და ჩემი ძმა დახვდა იმათ გვერდს და ერთ დღესაც ზურაბ ნოღაიდელმა რო გადაწყვეტა ოპოზიციაში წასვლა და დაიწყო განცხადება ოპოზიციური განცხადებების და ტელევიზიით გაშუქება, ჩემს ძმას დაუწყეს თვალთვალი. მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კი ცხოვრობდით, ყველგან პოლიციელები თავისი მანქანებით იდგნენ და რო გავიდნენ ეზოდან, დაინახა რომ პოლიციის მანქანა თვითონ აედევნა, მას აედევნა. მივიდნენ და შევიდნენ აგრარულ ბაზარში, სადაც ირგვლივ მოვაჭრეები იყვნენ. აი გამყიდველებიც მოვაჭრეებიც და შიგნით შეიყვანა მანქანა. აქ შეიყვანა თუ არა, გადმოვიდა მანქანიდან დაკეტა და რო დაკეტა მანქანა ეგრევე დააცხენ პოლიციელები გვერდზე 1-5 მეტროს მოშორებით, ამას თვითმხილველები ამბობენ ყველაფერს, გაიყვანეს ცემით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩასვეს მანქანაში ძალით. და ერთ-ერთი პოლიციის უფროსის მოადგილეა, ეგრეთ სახელი და გვარი თემურ ზოიძე, რომელმაც ნარკოტიკი ჩადება გადაწყვიტა წინდაში. ამის შემდეგ გადაიყვანეს იმაში ეგრეთ წოდებულ კაპეზეში, წინასწარი დაკავების საკანში. შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. არ აღმოჩნდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. თხოვნა თუ მუდარა თუ ზეწოლაც კი იყო, ოღონდაც აღიარებინა რომ ეს წამალი ნარკოტიკი მისი იყო. მაგრამ ეს არ გააკეთა 32 წლის ბიჭია, პატარა არ არის და იცის რაც ელოდება და აუწყდა სისხლდენა ცემისაგან.
გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში. ქობულეთის საავადმყოფოდან ანალიზების შედეგად უარყოფითი პასუხები იყო და ქობულეთის საავადმყოფო მოითხოვა, რომ იქნებ ბათუმში გადაიყვანოთ. გადაიყვანეს იქაც, შეუწყდა ის ზონა, რაღაც მკურნალობები ჩაუტარეს, 29-ში ჩაუტარეს იქვე საავადმყოფოში სასამართლო, სადაც მიუსაჯეს საავადმყოფოში სასამართლო, რომელსაც თქვენ კარგად მოგეხსენება, წლობით და თვეობით ელოდება ხალხი ამ სასამართლოს ჩატარებას. 27-ში დააკავეს, 29-ში ჩაუტარეს სასამართლო, მიუსაჯეს 200,000 გირაო. დეიდაჩემა ზღვისპირად ცხოვრობს ქობულეთში, მისი სახლი 200,000-ად კი არა მეტადაც არის შეფასებული, ჩადო თავისი სახლი ყველანაირი კანონის დაცვით. პირველში ჩადო და იქვე გაუქმეს ეს გადაწყვეტილება, ორში შევიდა სასამართლოში საქმე, არ დაიკითხა არანაირი დაცვის მოწმე და ძალიან ბევრია და უამრავი და ძირითადად ვინც ახლდა ის ქალბატონიც კი არ დაიკითხა. დაიკითხა, მტკიცებულებად ჰქონდა, ყავდათ 4 პოლიციელი, ეს გაითვალისწინეს და იქვე ერთსაათიან პროცესზე მიუშალეს 7 წელი და 5,000 ლარი ჯარიმა. ამის შემდეგ ვაკეთებდით აქციებს, პატარ-პატარა აქციები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ აქციების დრო და დრო ეთყობა შეაწუხეს, რომ აქციები არ უნდა ყოფილიყო, არ უნდა გაგრძელებულიყო და წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, დამიბერეს ერთხელ, ორჯერ. იცით რა ეს ხო იცით რომ ზურაბ გამოა დაჭერილი, ზურაბ ნოღაიდელის გამოა დაჭერილი და 200,000-ზე აღარ იყვნენ თანახმად. 300,000 გამოართვი ზურაბ ნოღაიდელს ზუსტად ესეთი სიტყვებით. და შენი ძმა 10 წუთში სახლში იქნება, არა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ. ოღონდ აღიაროს და ბოლოს ისე მოლაპარაკებაზე წამოვიდა, რომ თქვენი თანხა საერთოდ არ გჭირდება, ოღონდ აღიაროს, რომ თავისი იყო ნარკოტიკი. 13 თებერვლის აქციას, როცა კი გაიგეს, რომ ზურაბ ნოღაიდელი იქნებოდა ამ აქციაზე, 600-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა იქ. მოხდა დარბევა, მაგრამ ამ აქციამ კინაღამ შეიწირა დედაჩემი ამ დარბევის დროს. ბათუმის პოლიცია ჩამოიყვანეს, ვინც ვერ გვიცნობდა და იმათი მხრიდან წამოვიდა გადაიწიე, გადმოიწიე ისინი და იმდენად ხალხი იყო ძალიან მოხუცებულები, ვინც ამ უსამართლობას ებრძოდა. ჩვენ არ გავჩერდებით. ეს კარგად იციან, მე 27 ნოემბერს მაგათ შევყიდი, რომ სანამ ჩემი ძმა და არა მარტო ჩემი ძმა, უკანონო პატიმრები, როცა კი რამე იქნება, მე ყოველთვის იმათ გვერდში ვიქნები და მხარს დაუჭერ აუცილებლად. აქციებს აუცილებლად გავაგრძელებთ. ერთ-ერთი აქციაც გვაქვს დაგეგმილი 10-ში, 10 მარტს, ოღონდ გრანდიოზული იქნება, პირდები ამათ, გრანდიოზული იქნება. ზურაბ ნოღაიდელის უკვე ხელმძღვანელობით 10 მარტს ბათუმში უკანონო პატიმრების შესახებ, აი პოლიტპატიმრებით და ძალიან ბევრია ირგვლივ, მინდა გითხრათ. აჭარაში ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი. ჟურნალისტი ერთ-ერთი ნათია როყვა, ნათია როყვა, ჟურნალისტი რომელიც შეწევს სპეცოპერაციას. დაინახა სოდის უფროსი ვინმე გოგიტა კახიძე ამ იმაზე, აი იმაზე და დაიწყო სურათების გადაღება. რა თქმა უნდა, იმან გამოაქცია ხალხი აიყვანეს ზემოთ თუ რაღაცა და ეწოლა ქონდა და ეს არ უნდა მოხდეს და ეს არ უნდა გაშუქდეს და ეხლა დაგაპატიმრებთ და საკანში გადაგიყვანთ და უსამართლობები იმდენი, ნუ არ ვიცი და ხალხის დაშინებები რომ მიდიან და აი არ წახვიდი აქციაზე და 14 წლის შვილები რო ყავთ და იმათ ეუნებიან იცით რა თქვენ შვილს ამას გაუკეთებთ, იმას გაუკეთებთ და არ გახვიდეთ აქციაზე, მაგრამ ხალხი უკვე საწერკალამი თუ მიიღებთ ჩემგან, საჩუქრად ძალიან გამეხარდება თქვენ ძალიან ბევრს და იგი წარმოგიდგენიათ ისე იგივე ხერხები აღარ თავდება ეს სიტუაციები, აღარ თავდება და გამარჯობათ. პოდიში ხელს ვერ ჩამოგართეთ და ეს რეჟიმში მუშაობთ. ეგრევე ზურაბ გძელიშვილი. პაუტაბ გაკეთეშვილი ზადოგადი. ასეთი სიტავხედე და ასეთი პოლიციური, ასე ვთქვათ, აი პრაიგროზ რო ვიტყვიან რუსეთში რა, ესეც მე 8 წელიწადი სასამ პრაქტიკაში ვარ და მაგალითად დაშენხვალია, ესე იგი რა. დავალება ალბათ თბილისიდან მოდიოდა, ხო თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ როგორც არის ეხლა დაკავებით მიზეზი, ესე იგი რაც იყო საბჭული გაბატონო და ამან ვიტყად ეხლა ეს არის თუნდაც ზურაბ ნოღაიდელის გამო და ნაციონალური კავშირის გამო და მისი მხარდაჭერის გამო. ეხლა მე ვფიქრობ რომ ალბათ ეს ასეა.